სომხეთში სიტყვის თავისუფლების დაცვის კომიტეტის ანგარიშის თანახმად 2025 წლის მეორე კვარტალში მედიისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის 36 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ფიზიკური ძალადობის 2 ფაქტი სამართალდამცავების მხრიდან. კომიტეტის თავმჯდომარის აშოდ მელიქიანის თქმით, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების დარღვევების რიცხვი და შემაშფოთებელია მედიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების რაოდენობა. 29 სარჩელი წლის პირველ ნახევარში. მელიქიანი მეორე კვარტალის დაძაბულ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ფონს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოვლენისა და ამ ფონზე ბიზნესმენ სამվել კარაპეტიანისა და 2 მაღალი რანგის სასულიერო პირის დაკავებას უკავშირებს. მისი შეფასებით ეს მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური მედიის პოლარიზაციას, სადაც მედია საშუალებების უმრავლესობა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებრივი ინტერესი უკანა პლანზეა გადაწეული.